მოგესალმებით მეგობრებო, დილამში და ვისა ყველას. ეხლა ერთი კომენტარი წავიკითხე ჩემს YouTube გვერდზე Liquid Dogma თამარის ლაივი, ეს ქალბატონის ერთ-ერთი ქალბატონის დაწერილი იყო, რომელიც სათაურში დავასახელე, ამას ქვია ასე. ამ ქალთან, ანუ ჩემზე ამბობს რა, ამ ქალთან ერთი ღამეც ვერ გავათენებდი, რომ ვუყურებ ესეთი შიში შემოდის ჩემში, რომ ვერ ავხსნიო რა, დაახლოებით ესეთი კომენტარი იყო და ასეთ ხალხზე ვისაუბრებ, იმიტომ რომ ეს არაერთი არის ამ დედამიწასა ზედა, რომელიც ასეთ ემოციას გამოხატავს, უბრალოდ კი გამოხატავს ასეთ ემოციაშია, როდესაც ის მე მიყურებს და მე აგიხსნით რატომ ხდება ეს. მოგესალმებით ყველას, ახლა შემომიერთდნენ ბევრი. რატომ ხდება ეს და ძალიან მწუხვარ მე ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს ადამიანები, რომლებიც მიყურებენ, ჩემს საუბრებს უსმენენ და მაინც შიში აქვთ ჩემს მიმართ, ეს ხდება მათი დასუსტებული სულის გამო. რას ნიშნავს დასუსტებული სული და რა არის შიში? ამაზე ვისაუბროთ დღეს და რატომ მოდის ეს შიში? შიში ახლის მიერ, შიში რაღაცა სიძლიერის მიერ, როდესაც ადამიანში სიძლიერეს ხედავ იმ ადამიანში, რომელშიც სიძლიერე არ არის, შიშს იწვევს, იმიტომ რომ ეს რაღაც უცნობია მისთვის, მისი სულიერი მდგომარეობა, მეორე ადამიანის სულიერი მდგომარეობა, რომელშიც უფრო მეტი სიძლიერეა, როგორც ასეთი შიშს აღძრავს და აქედან გამომდინარე მინდა ასეთ ხალხს რაღაცნაირად რჩევა მოგცეთ, რომ რატო გამომდინარეობს ეს და როგორ შეგიძლიათ თქვენ თავზე იმუშაოთ, რომ ეს შიში აღარ არსებობდეს. პირველ რიგში თქვენ უნდა დააკვირდეთ იმას, რა იწვევს შიშს, კონკრეტულად რა იწვევს შიშს. არის ეს გარეგნობა, არის ეს საუბრის სტილი, არის ეს მზერა, არის ეს ადამიანის ჩაცმულობა, არის ეს ადამიანის ვარცხნილობა, თუ რა იწვევს შიშს. უნდა დააკვირდეთ და თუ მხოლოდ ერთი კი არა, რამდენიმე, თუ ის ინფორმაცია, რომელიც ამ ადამიანიდან გამოედინება, და ჩამოწერეთ უბრალოდ, აიღეთ პასტა და ფურცელი და ჩამოწერეთ, დააკვირდით, დაზუსტებით დააკვირდით, თქვენში რა იწვევს შიშს. შემდეგ შეგიძლიათ გათიშოთ ან დააპაუზოთ ჩემი ვიდეო, ან ნებისმიერი ადამიანის ვიდეო, რომელიც ყურებაც თქვენ გაშინებთ. მე ახლა გეუბნებით პრაქტიკას, როგორ იმუშაოთ თქვენ თავზე, რომ გაძლიერდეთ. მე ამას გთავაზობთ ახლა ამ ვიდეოთი. როდესაც თქვენ ამ საკითხებს ჩამოწერთ და მაგალითად მიყურებთ და ხედავთ, რომ ამ ქალბატონის კბილები რაღაც მაშინებს, ამის მდგომარეობა, ხო? ან ამ ქალბატონის ეს რაღაცა თეთრი თმები მაშინებს. ამ ქალბატონის ეს გაჩეჩილობა მაშინებს, ამ ქალბატონის სიტყვები მაშინებს, ვერ ვიგებ, ამ ქალბატონის სახე მაშინებს, ეს ხალი მაშინებს კონკრეტულად. თქვენ უნდა იპოვოთ კვალი იმისა, თუ საიდან მოდის ეს შიში. როდესაც თქვენ ამას იპოვით, დაიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ კონკრეტულად სად გახსენდებათ, სად გინახავთ ეს კონკრეტული მომენტი, რასთან ასოცირებას გიკეთებთ. მაგალითად, ჩემთვის ძალიან ბევრს უთქვას, რომ სადღაც მინახი ხარ. არ ვიცი სად, ანუ სანამ ახლა ლაივებს დავიწყებდი, მაშინ მე შენ სადღაც მინახი ხარ. ეს კონკრეტული ადამიანები, რომლებიც პირდაპირ, ანუ ცხოვრებისეულ გამოცდილებაში მხედავენ, არა ლაივში, ანუ ვიდეოებში, არამედ კონკრეტულად პირისპირ მხედავენ და აქვთ ეს შეგრძნება, ეუფლებათ ეს შეგრძნება, რომ მათ მე სადღაც ვუნახი ვარ. ეს არ არის არც შემთხვევითი და არც მოლანდება, არც მოჩვენება, მეგობრებო. მისმა სულმა ჩემი სული იცნო. ეხლა რა კონკრეტულ მომენტში, რომელ დროიდან, სად და როგორ ჩასაძიებელია, ამასაც თავისთავად გაგინდობთ, გაგიმხელთ სამყარო, მაგრამ კონკრეტულ მომენტში, როდესაც შენ ეს შეგრძნება მოგდის მეორე ადამიანისგან, იყოს ეს კაცი თუ ქალი, იგივე სქესის წარმომადგენელი თუ საპირისპირო სქესის წარმომადგენელი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ესე იგი, თქვენი
ურთიერთობა კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც მე მხედავს და ეშინია, ესე იგი მას ვეცნობ საიდანღაც. როდესაც ის დაიწყებს გამოკვლევას, მაგალითად, რა ეცნობა ამ ადამიანს ჩემში. აი ეს ხალი მაგალითად, ან ეს ხალი, ან ტუჩები, კბილები, აი ეს თვალები, ან ეს თმები. ნუ კონკრეტულად რა აშინებს, ის არის მესიჯი მისთვის, რომ აი ამ საკითხში შენ ამ ადამიანს უკვე იცნობ. რა აშინებს ამ ადამიანს კონკრეტულად? ის ინფორმაცია, რაც იმის უკან იმალება. მაგალითად, თუ შენ გაშინებს ჩემი იმიჯი, მაშინ შენ ესე იგი სადღაც გაქვს გამოცდილება, რომლიდანაც გადმოედინება ის, რომ შენ მე ამ მდგომარეობაში არ უნდა გენახე. ანუ მაგალითად, აი აგიხსნით ძალიან პრიმიტიულ მაგალითს, ეხლა ჩემი ცხოვრების კვლევიდან გამომდინარე, ადამიანები, რომლებიც მე მხედავენ და არიან მე-12 საუკუნიდან განხორციელებულნი, ხო? აი მაგალითად მიცნობდნენ ისინი, როდესაც მე ვიყავი ერთ დროს მეფე. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა მეფის აი ამ მდგომარეობაში გამოჩენა საზოგადოებაში. როგორც ახლა მე თქვენს წინაშე ვდგავარ. არავითარ ეს იყო დიდი სირცხვილი და ეს იყო იმ თამარის სირცხვილი კი არ იყო. იმ ხალხის სირცხვილი იყო, ვინც თამარი ევალებოდა თამარზე ეზრუნა, მის იმიჯზე ეზრუნა. და როდესაც ასეთი ადამიანი, ნუ ესენი იყვნენ ზოგი მოსამსახურე, ზოგი მოსამსახურე ნაკლებად მათ იმიჯზე, მის იმიჯზე, ვინც ძირითადად პოზიციაზე მდგომი ადამიანები, რომლებსაც ეს შეგრძნება ჰქონდათ, რომ თამარი გამოჩენა ასე და ამ მდგომარეობაში არ შეიძლება. ამიტომ ათასგვარი არის მოთხრობები კი არა და ინფორმაციები ჩვენთან წყარო მოსული, რომ თამარს რომ მიადგა ერთ-ერთი მათხოვარი კარზე და დაუძახა, სანამ თამარი შეამკეს, სანამ თამარს აასყეს ეს რაღაცა სამკაულები და რაღაცები, ის კაცი წავიდა უკვე რა. და ამაზე თამარმა ძალიან ინანა. მე რადგა და ეს სამკაულები და ყველაფერი თვითონ კი არ ეწყობოდა. არ გეგონოთ რომ თამარს ხელს გაანძრევინებდნენ და თვითონ აისხავდა სამკაულებს. არა, ეს იყო მათი ვალდებულება. რომ აესხათ სამკაულები, გარეთ უცხო პირი, ერთი პირი იყო, ხო? მის წინაშეც არ ქონდა თამარს უფლება, რომ გამოჩენილიყო აი ესეთ მდგომარეობაში, როგორც დაუვარცხნელი, რაღაცა ჩვეულებრივი ტანსაცმლით, ნუ რაღაცა, ხო? აქედან გამომდინარე, თამარი მერე მიდის და ამ მთელ სამკაულებს, რომელიც ასხმასაც მოანდობა მთელმა ამ საზოგადოებამ, რომ მისთვის შეემკოთ და შეელამაზებინათ, წავიდა და შესწირა ეკლესიას. იმიტომ შესწირა ეკლესიას, რომ თანდათან ხვდება თამარი, რომ ეს ყველაფერი არის ზედმეტი. იმიტომ რომ იქნებ ღმერთი იყო, გესმით, თავის თავს ეკითხება, ის ადამიანიო, იქნებ ღმერთი იყო, ღმერთის გზავნილი იყო და იქნებ რისი თქმა უნდოდაო და აი ამ ყველაფერმაო მე შემაბრკოლაო და დამაბრკოლაო იმაში, რომ ეს ადამიანი ვეღარ ვნახეო და ის ღვთის გზავნილი ვეღარ მივიღეო, გესმით? ასე ფიქრობს თამარი. ამიტომ თამარ თვითონვე მოიფიქრებს, რომ ეს სამკაულები ზედმეტია და ყველა გააჩუქს. ამას ხო ვეღარ აასხავენ მერე და ვეღარ დააბრკოლებენ იმაში, რომ დროში. თამარი ძალიან ბევრჯერ ესაუბრება სამღვდელო პირებს, რომ ესი არ შეიძლება, მაგრამ სამღვდელო პირებისთვის თამარის ეს შესწორებები არ იყო მისაღები. და არას დროში არ იყო მისაღები, ეს ძალიან კარგად ჩანს თამარის პირველი ქმარზე დაქორწინების დროს, როცა მათ შორის საუბარი გაიმართება, რომ როგორ შეიძლება რომ ადამიანი დამაქორწინოთ და აქორწინოთ იმ ადამიანზე, რომელსაც ჯერ არ იცნობთ როგორია. ერთი დღეც არ გინახავთ ის კაცი როგორია, ხო? მაგრამ სასულიერო პირების თამარის ეს შესწორებები ხუშტურად ეჩვენებოდათ და საერთოდ თამარს უყურებდნენ როგორც რა ესმის ახლა ამ გოგოს. ეხლა თამარმა ჩვენ ვიცით რომ მან გააბწყინათ საქართველო, მაგრამ სანამ ეს პროცესი იყო, იმათმა ხო არ იცოდნენ თამარი ვინ იყო, ხო? ისინი იცნობდნენ ჯერ თამარის თავის დროინდელი კაცობრიობა თამარს არ უყურებდა ისე როგორც ჩვენ უყურებთ თამარს. იმიტომ რომ ისინი ჯერ გაცნობის პროცესში იყვნენ. სანამ თამარმა იქამდე მიაღწია რომ გაებრწყინებინა საქართველო, დიდი გზა გაიარა და ძალიან რთული და ეკლიანი გზა გაიარა, რო იცოდეთ.
მაგრამ ჩვენ ვიცით რომ თამარმა მიაღწია ამას. ჩვენ ვიცით და მოგვივიდა ეს ინფორმაცია მზამზარეულზე, რომ თამარის ცხოვრება როგორ გააკეთებს ამას, იმას კი აღარ უნდა ვუყუროთ. უკვე ვიცით როგორ გააკეთა თამარმა, გესმის? ჩვენ აღარ გვჭირდება ეხლა დაკვირვება თამარზე, რომ აი თამარი როგორ აკეთებდა, როგორ მოახერხა ეს ინფორმაცია უკვე გვიდევს წიგნებში. მას აღარ სჭირდება თავის დამტკიცება. და აქედან გამომდინარე ის ადამიანები, რომლებიც თქვათ დღეს მე მიყურებენ, იმ დროიდან მოდიან და ბერი ნიკოლოზი ამბობს, რომ თამარის დროინდელი ყველა პირი ცოცხალია. ჩამოტვირთულია ამ დედამიწაზე. და ის ადამიანები, რომლებიც მე ახლა ამ მდგომარეობაში მიყურებენ, თან ვეცნობი, თან ვერ ვეცნობი, იმიტომ ვერ ვეცნობი, რომ ისეთი აღარ ვარ, როგორიც მაშინ თქვათ, ხო? იმ სახეს ვეღარ ხედავენ, რაც თამარს უნდა გამოეხატა კაცო, ანუ საზოგადოების წინაშე, ესე არ უნდა ელაპარაკა, ესე უნდა მჯდარიყო, ესე უნდა ჭეროდა თავი, ესე 1000 გვარი წესები და კანონები იყო, დატანჯული ყავდათ მეფეები მაგის გამო რა. ასწავლიდნენ ამას ბავშვობიდანვე. და როდესაც ესენი უყურებენ, ეს კი იმას გავს, მაგრამ ისეთი აღარ არის. ანუ ეს ქვეცნობიერიდან მოდის უკვე ეს შიშები. ისეთი არ არის, როგორც ჩვენ იმას ვიცნობთ და როგორსაც უნდა ვხედავდეთ, სხვანაირია ცოტა და აი აქ შიში საიდან მომდინარეობს, ეგ უნდა გამოიძიო. რა შიშია შენში? რომელ შიშს ვიწვევ მე შენში? თუ კი შენ დააფიქსირებ, რომ ჩემი იმიჯი იწვევს შენში შიშს, ესე იგი შენ აუცილებლად მოდიხარ თამარის დროიდან. თუ კი შენ აფიქსირებ იმას, რომ შენ ის ინფორმაცია, რაც ჩემი პირიდან გამოიდინება, ეს იწვევს შენში შიშს, მაშინ შენ სხვა დროიდან მოდიხარ. შენ უნდა გამოიძიო უკვე რა ინფორმაცია გაჟღერდა და რა ინფორმაციამ შეგაშინა. აი ის დრო უნდა გამოიძიო, რომელ დროში შეიძლება ეს მომხდარიყო, რომ ამ ინფორმაციის შეგშინებოდა. არსებობდნენ ეხა დროები, როდესაც არ შეიძლებოდა რაღაც კონკრეტულ თემაზე საუბარი. მაგალითად, კომუნისტების დროს სექსზე საუბარი საერთოდ აკრძალული იყო. ხო, ინტიმურ ვითარებებზე საუბარი იყო კატასტროფა, კოშმარი და რაღაცა გეგონება ანათემაზე უნდა გადაეცეთ. ესეთი მდგომარეობა. ამიტომ ჩემო საყვარელო მეგობრებო, ხო? შეიძლება ჩემი სიძლიერე გაშინებთ, იმიტომ რომ თქვენში ეს ნაკლებად არის. ადამიანში აი ეხა დევს რო დაინახა, ხო შეგეშინდება რა? რატო გეშინი? აი დევის რატო გეშინე და რატომ არ შეეშინდა დავით მეფსალმუნეს გოლიათის, როდესაც მან უბრალოდ ქვის სროლით მოკლა და რატომ შეეშინდა 5000 სხვა ჯარისკაცს მასთან შებრძოლების? ეს პატარა ბიჭი, გამხდარი პატარა, დატანით დაბალი იყო თან, პატარა იყო ეს დავითი. რატო არ ეშინია ამ გოლიათის? მითხარით, იმიტომ რომ იმის სული ამხელა გოლიათზე უფრო დიდია. არ შეეშინდა. მას გოლიათი ვერ შეაშინებს, ვერც დევი ვერ შეაშინებს. ადამიანის სული როცა გამოწვრთნილია, შიშებისგან გათავისუფლებულია, ვერც ერთი ინფორმაცია, ვერც ერთი დევი და ტანკი მაგას ვერ შეაშინებს. იმიტომ რომ შიში გამომდინარეობს შენი ნაკლოვანებებიდან, რაც გაკლია, ის იწვევს შიშს და რაც არ გაკლია, ის გაძლევს სიძლიერეს. ამიტომ შენში ეძებე რა გაკლია, რა უნდა შეიძინო და რა არ გაკლია, რა გაძლიერებს. და როდესაც ამას შეიძენ, როდესაც ამ ყველაფერზე დაიწყებ მუშაობას, შენ მე კი აღარ შეგაშინებ. შენ უკვე დაიწყებ იმაზე ფიქრს, რომ ამ გოგოდანაც გამოდის, ამ პირიდანაც გამოდის, მე ჩემთან რამდენად რეზონირებს, რამდენად შეგნებული მაქვს ეს საკითხები, რამდენად ეთანხმება ამ ჩემს დაკვირვებებს. და შენ ჯერ თუ დაკვირვებები არ დაგიწყია ამ სამყაროზე, სამ ყარზე, მაშინ ყველა ინფორმაცია შეგაშინებს, რაც გაჟღერდება აწი და აწი რა. იმიტომ რომ ეხლა უკვე გახსნილი ადამიანები ბევრს და ბევრს დაიწყებენ საუბარს. მე კი არ ვარ მარტო ერთი, რომელსაც ჩამოტვირთული აქვს უამრავი ინფორმაცია ზეციდან, არამედ უამრავი ადამიანია, რომელმაც უკვე დაიწყო ამაზე საუბარი და ეს შენ თუ შიში დარჩი, იცი როგორ გაგანადგურებს? იცი რას გიზავს? გაგაშეშებს. უნაროს გაგხდის. უნარი შეიძინე. ესმის? კაცი ვარგი გახდი. ვარგი, აი დღეს მქონდა დაწერილი Facebook-ზე განმიხილეს სიტყვა ვარგი ამენით.
რას ნიშნავს ვარგი? ქართული ენის მიხედვით რომ გავშიფროთ, პირდაპირ პასუხს გაძლევს რა არის კაცი ვარგი, ანუ ვარგისიანი რა არის, ხო? ვარგი თვითონ სიტყვაში არის ინფორმაცია, რომ გავშალოთ, გეუბნება ვარ, განი. გ თვითონ არის განი, ხო? გს განი ქვია ქართულ ანბანში. ქართულ ასომთავრულში გადახედეთ რა, ანი, ბანი, განი, დონი, აი ეს ისწავლეთ და არა აბგდვზთ. ანუ ანი, ბანი, განი, დონი, ენი, ვინი, ზენი, თანი, ეს გაშლილი ანბანი გაძლევს კოდებს და შემდეგ საუბრობს, როდესაც შენ ამას დაუკვირდები. ეხლა რა საუბრობს? ვარგი. გი თითქოს არის გ და ი, მაგრამ გ და ის უკან არის კიდე გაშლილი ინფორმაცია, რომელიც გაძლევს ინფორმაციას განი. და ეხლა განი ვიცით რომ რაღაცა ველი არის განზე გადგომა, ხო? აი რაღაცა ადგილიდან მეორე ადგილზე გადგომა. ან გაფართოება, განზე გავაფართოვოთ რაღაცა, ხო? აი განს გეუბნება რომ რაღაც განი ვარო, გესმის? ვარგი თუ ხარ, გაქვს რაღაც განი. ანუ ეს იგი გასული ხარ კონკრეტულ განზე, დგახარ კონკრეტულ განზე. ეხლა თუ კონკრეტულ განზე დგახარ, მაშინ გაინტერესებს რა განზე დგახარ? აქვე პასუხობს თვითონ სიტყვა. თუ გ და ი არის განი, მაშინ განში ν შემოდის. ν რაღა არის ვთქვათ, ხო? ν არის ნარი. ნარი რა არის? აი არავის არ ნარი ეხლა რა გავიგო ნარი რა არის? ნარი რა არის, მეგობრებო? და ნარში ინფორმაციული ველის გახსნა არის კიდე დამატებით ის ასობგერა р. ნარ, ხო? ნარ. ν არის ნარ. ეხლა р რაღა არის? ჩავეძიოთ რა, სიღრმეებში უნდა ჩახვიდეთ, როგორც ვარდი იშლება ესე. ვარდი მარტო გარეგნულად ხო არ არის, იმაზე ფოთლები აქვს, შიგნით გაიგე, ყველა ფოთოლზე ინფორმაცია. რა რაღა არის? რა ეს შემოაქვს ახალი ასობგერა ე. ე რაღა არის? ე არის ენი. ენი რაღა არის? გამოყო ენა? დაგანახოთ? აღარ არის საჭირო, ხო? ენი, ესე იგი ვარ განის ის განი ვარ, რომელიც ვარგისიანი არის. რა არის ვარგისიანი? ვარ განი ენის განი ვარ, გესმის? და პირველად იყო სიტყვა, ტყუილად კი არ არის ნათქვამი. თავდაპირველად იყო სიტყვა. ენა თუ არ გაქვს, სიტყვას ვერ გამოთქვავ. და სიტყვა ვინ გამოთქვა? ადამიანმა? აბა ვის უნდა გამოეთქვა სხვას? ცხოველს ხო ექნება სიტყვის გამოთქმის უფლება, არა? ესე იგი თავდაპირველად თუ სიტყვა იყო, უნდა ყოფილიყო ადამიანიც. ან ადამიანის მსგავსი ენა ვისაც აქვს. გესმის? რაღაცა უნდა ყოფილიყო, რაც გამოთქვაოდა სიტყვას. თუ თავდაპირველად სიტყვა იყო, ესე იგი ენაც არსებობდა. და თუ ენა არსებობდა, ესე იგი ამ ენით დაისახა ყოველი. და ამ ენით მიეცა ყველას თავისი შესაფერისი სიტყვაც, სიტყვა არა, სიტყვა. ესე იგი, რაღაცა ტყვიასთან გვაქვს საკითხი, ხო? შეტყობინებასთან. ტყუა, ტყვია რა არის, ხო? მეტყუელი რატომ ქვია? ტყუ რა არის? ტყვი, რატო ტყვი? რას ტყვი? რაღაცა ცნობიერია, რომელიც პირდაპირ შემეცნებით სამყაროში გადადის. ანუ თუ კი ჩვენ სიტყვა ვარგისიანმა მიგვიყვანა სიტყვასთან, წარმოგიდგენიათ ამენით საუბარი რამხელა ინფორმაციებს ხსნის? მე მესმის რომ ეს რთული გასაგები არის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იწყებენ ეხლა გაღვიძებას ამენით. და ამენით საუბარი არის ყველაზე დიდი ნეტარება ამ ცხოვრებაში, თუ კი რამე შეიძლება გააკეთოს კაცმა. ნეტა რა ება? ხო, ანუ ნეტარება რა არის? რა მდგომარეობა არის? ნეტარება ის მდგომარეობა არის, რომელშიც არის მოთავსებული ეს კოდი. ნეტა რა ება? თუ ნეტა რაებაში ხარ, ხო? შევკოცილია ახლა ნეტარება. თუ ნეტა რაებაში ხარ, მაშინ ეძიები, ესე იგი ძიებაში ხარ. იმიტომ რომ კითხვა ნეტა რაება და მიდიხარ და კითხვაც პასუხ, როცა კითხვას პასუხიც გეცემა, ხო? ქრისტე გეუბნება რომ ეძიეთ და ითხოვეთ და მოგეცემათ. როცა შენ კითხვას სვა, უკვე ითხოვ.
რომ პასუხი მოგეცეს. ამიტომ ნეტა რაებაში ყოფი ადამიანი არის ძიებაში მყოფი ადამიანი. ხედავთ რამხელა ინფორმაციები გახსნა მხოლოდ და მხოლოდ ერთ სიტყვამ ვარგმა. კვლავ აქაცა ეამების ვინც აიყოს კაცი ვარგი გრძელი სიტყვა მოკლედ იტყვის, ხო? აი ძალიან ბევრი რაღაცა შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანშიც, როდესაც ქართულ ანბანში ჩაეძიები და გაიგებ, მიხვდები რატომ არის ეს ვარგი დაწერილი, იქ რატომ არის ის სიტყვა არჩეული, აქ ღმერთო რატო არის ნახსენები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ თუ კი შენ ამენით ვერ დაიწყებ საუბარს, შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი შენთვის იქნება მხოლოდ ერთ-ერთი რაღაცა ინფორმაციული ველი, რომელმაც მოგაწოდა მიჯნურობის ამბავი, სიყვარულის ამბავი და ეგ იყო და ეგ. მაგრამ თუ კი ამენით დაიწყებ საუბარს, შენ მიხვდები იქ რატომ გამოიყენა სიტყვა, ეს სიტყვა, ის სიტყვა, ამ სიტყვაში რა ხდებს, რა ინფორმაციული ველია, რა მაგრად დაწყობილია. თამარიანი წაიკითხეთ უბრალოდ რა, როგორ სიტყვათა წყობის თამაშია იქ განიხილებოდა ამენით ლაპარაკობდნენ მე-12 საუკუნეში. ამენით ლაპარაკობდნენ. ამენით იმხელა ინფორმაციებს და ველებს ხსნიდნენ, რომ შენ ვერ წარმოგიდგენია დღეს, იმიტომ რომ დაგამახინჯეს, დაგისახიჩრეს, ქართული ენა დაგისახიჩრეს. როდესაც ჩვენ უბთი შეგვიცვალეს და სხვადასხვა ასობგერებით შეგვიცვალეს, შენ უკვე ინფორმაციული ველი დაგეკარგა. იმიტომ რომ იმ პირველ წყაროსთან ვეღარ გაკავშირებს. გაითიშა. და მადლობა უფალს, რომ ახლა აღდგენითი პროცესია ამის, რომ აღვადგინოთ ამენით საუბარი. და შენ თუ ამენით საუბარი გაშინებს, ან ჩემი დანახვა გაშინებს, ან ნებისმიერი რამე ჩემგან გაშინებს, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ჯერ მზად არ ხარ იმ ინფორმაციული ველის მიღებისთვის, რაც ჩემიდან გამოედინება, როგორც იმიჯის სახით, ასევე ჩემი ენის სახით, ასევე სიტყვის სახით და ასე შემდეგ. და გისურვებ, რომ ძალიან მალე ამ შიშებისგან გათავისუფლებულიყავი და გისურვებ, რომ ეს სიძლიერე შემოსულიყოს შენში, რომელიც მოგცემს იმის უნარს, რომ გაიგო ჩემი სიტყვა და გაიგო ის პროცესი, რასაც მე გავდივარ, თუნდაც აი ამ ჩემი ძალიან უბრალო იმიჯით. ამინა, ამენით იესო ქრისტე, აბა გემშვიდობებით ახლა მეგობრებო და კიდე კითხვა დაისვა ლეღვის ხესრომ წყევლის ქრისტევა ეს რას ნიშნავს, ამაზე მერე ვისაუბრებ, დღეს უკვე ეს საკითხი განვიხილე და შემდეგში ალბათ აი შემდეგ არ ვიცი საათებში, დღეებში, კვირებში თუ თვეებში ამ საკითხზე ვისაუბრებ, ლეღვის დაწყევლა რას ნიშნავს, კავშირში ხარ, იმიტომ რომ მე ამ საკითხზე უკვე მაწვდიან ინფორმაციებს, იმიტომ რომ უკვე ძალიან ბევრი ინფორმაცია შემოვიდა მაგ ლეღვის ხესთან დაკავშირებით და შენ უკვე კითხვა დამისვი იმ ადამიანმა, ვინც ეს კითხვა დამისვა, მადლობას ვუხდი. ახლა გემშვიდობებით, გაკოცეთ მეგობრებო და ნუ გეშინიათ ჩემი, არ ვიკვინები თუ შენ ეკალს არ შემარჭობ ხელში და იძულებული არ ვიქნები რომ გიკვინო. ან თუ შენ თმებს არ მომქაჩავ, რომ მეც მოგქაჩო თმები და თავდაცვის მიზნით განახო რას მიკეთებ. რომ გაიგო რას მიკეთებ. აბა გაკოცეთ.